მე ვარ დავით კახიძე, ყოფილი მეშახტე, რომელმაც ამ საწარმოში გავატარეთ 15 წელი. მუშაობ ერთ და იგივე თანამდებობაზე, ერთ და იგივე პოზიციაზე, მუშის პოზიციაზე ვაგონს შემკეთებელში. იმის გულისთვის, რომ დაგეგმილი იყო ჩვენი განთავისუფლება რეპრესიული გზით, ჩაატარებს ვითომ და გასაუბრება, მოგვიყენეს მუხლი, რომ არ ვართ პროფესიონალები ჩვენ საქმეში და გამოცეს ბრძანება ჩვენი განთავისუფლების შესახებ. მაგრამ არსებობს მეორე მხარე, რეალური, რასთან დაკავშირებით მოხდა ეს 38 კაცის განთავისუფლება. ვისაც კი თავისუფალი აზრი გააჩნდა, ვისაც კი უყვარს თავის ქვეყანა, როცა მიჩერები ხარ, რომ საქართველოში ამხელა მუხტია, ამდენი ხალხი გამოსულია უსამართლობის წინააღმდეგ, რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. ამ დროს ესენი რას აკეთებენ? იცილებენ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი აზრი გამოხატონ. ეს არის მიზეზი ჩვენი განთავისუფლების სამსახურიდან, ასე ხდება მთელ საქართველოში და მოუწოდებ ყველა პატიოსან ადამიანს, ყველა მშრომელ კაცს, რომელიც თავისი ოფლით, თავისი მარჯვენით იხსნის იმის გულისთვის, რომ ოჯახი შეინახოს. ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, რომ დავამარცხოთ ეს რეჟიმი და თავისუფლად შევძლოთ ცხოვრება ამ ქვეყანაზე. საქართველო ქართველებისაა და ქართველებმა უნდა ვიცხოვროთ. იმ ხალხთან ერთად, ვისაც ჩვენთან ერთად ძმური და კაცური ცხოვრება სურს. 24 დეკემბერს პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს 38 მეშახტე. დღეს ტყიბულში გაიმართა მათი მხარდასაჭერი აქცია. და ამ აქციაზე ხალხის გარკვეული ნაწილი ჩამოვიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდან. ივანიშვილის რეჟიმი თავისი პროპაგანდით ცდილობს, რომ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო ტალღას მიაკეროს კერძო პარტიული ინტერესი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს პროტესტი ატარებს ერთიან ეროვნულ ინტერესს, ქართული ოცნების ზალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დღითი დღეს ცდილობს თავისი დიქტატურის გამყარებას. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი პარტიის მომხრეა, რა სამხედველობის მატარებელია, ლიბერალია, კონსერვატორია, მემარცხენეა თუ მემარჯვენე. ყველანი ერთიანად ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გეოპოლიტიკა და გლობალური ინტერესები, არამედ თითოეული პიროვნება მცხოვრები ამ ქვეყანაში. და რა თქმა უნდა, მიუღებელია ივანიშვილის რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით მეშახტეების ჩაგვრა. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ვდგავართ ტყიბულში. I want to